ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტმა სოციალური სახლების პროექტების გამოფენას უმასპინძლა. პროექტები ბერნის, ბათუმისა და თბილისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა შეიმუშავეს. ბათუმის თვითმმართველობისა და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს ოფიციალური შეთანხმების საფუძველზე ახალგაზრდებმა სულ 40-მდე პროექტი დაამზადეს, რომელთაგან 25 საუკეთესო ნაშრომი საავტორო უფლებების დაცვის პირობითა და მათში ცვლილებების შეტანის უფლებით ქალაქის თვითმმართველობას გადაეცა. აღნიშნულ პროექტებზე დაყრდნობით ბათუმის მერია იაფის სახლისა და მოხუცთა თავშესაფრის აშენებას გეგმავს. საუკეთესო პროექტის ავტორი კი კვალიფიკაციის ასამაღლებლად შვეიცარიაში გაემგზავრება. კონკურსის შეჯამების შემდეგ ეს პროექტები გადმოეცა ბათუმის მერიას საჩუქრად. ბათუმის მერიამ თავის მხრივ უნდა შექმნას კომისია და უკვე ბრძანება რამდენადაც მე ვიცი დღეს ან დაწერილი ან დაიწერება ქალაქის მერის მიერ ბრძანება, შედგება კომისია, რომელიც გამოფენილი 25 პროექტიდან ამოარჩევს ერთს რეალიზაციის მიზნით. მეორე ეტაპზე მოხდება ამ არქიტექტურული პროექტისაგან მუშა նախաձების მიღება და მესამე ეტაპი უკვე იქნება მშენებლობა. მშენებლობა სავარაუდოდ სადღაც ოქტომბრის შუაში დაიწყება. ეს არის ჩემი საკურსო პროექტი, პირველი პროექტია რეალური. დავალება მქონდა სოციალური საცხოვრისი და ასე თუ ისე მე მგონი გავართვით თავი. მართალია ცოტა გაგვიჭირდა მესამე კურსზე ვართ, პატარები ვართ, მაგრამ შეფასება დაიმსახურა.